4 ოქტომბრის საქმეზე ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი დამნაშავედ ცნო მოსამართლემ. ჩახუნაშვილის ხტომათა დარბაზში დააკავეს, ის მანამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. იად არახველიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. ხატია ჯამალაშვილი გვერდება დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში. ის ესწრებოდა სასამართლო პროცესს და აშუქებდა ხტომას. ხატია გისმენთ. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული პირების 9 თვიანი სასამართლო განხილვა დასრულებულია. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით 7-ვე პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დღევანდელ სასამართლოს ხტომაზე ხელბორკილების სასამართლო დარბაზშივე დაადეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, რადგან ის 20,000 ლარიანი გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული. როგორც გიორგი ჩახუნაშვილმა სასამართლოს ხტომაზე შესვლამდე განაცხადა, ის მზად იყო ამ პატიმრობისთვის და მომზადებული მოვიდა დღევანდელ ხტომაზე. ასევე იად არახველიძესაც ბრალდება მიესაჯა მას დაუსწრებლად, რადგან იად არახველიძე საკუთარ ხტომას და განაჩენს ამავე საქმეზე არ დასწრებია. შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში მას ძებნა გამოცხადდება და მისი საპატიმრო ვადის აცვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც მას სამართალდამცველები დააკავებენ. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ სასამართლოს ხტომას. დღეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა სიტყვით გახსნა სასამართლო პროცესი და მან განაცხადა, რომ ის აღარ არის თანახმა იმ საპროცესო შეთანხმებაზე, რომელზეც თანხმობაც წინას ხტომაზე დააფიქსირა და პროკურატურა დაეთანხმა აღნიშნული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა ზაქრო ალბუთაშვილმა განაცხადა, რომ ის აღარ არის თანახმა, რადგან მას დაიწყებს დღეიდან შიმშილობას, იქამდე ვიდრე პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დღეს საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს დანარჩენმა ბრალდებულებმაც, ისინი ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალს და ვერ აღიარებენ ისეთ დანაშაულს, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. შესაბამისად მათი სასამართლო განხილვა დასრულდა, ისე როგორც უკვე გითხარით. ასევე დღეს პროცესის დასრულების შემდეგ მხარეები გამოეხმაურნენ მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებას. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო, რადგან საქმეში არ დევს რეალური მტკიცებულებები. ასევე მათივე განცხადებით გადაწყვეტილებას ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ ყველა შესაბამის ინსტანციაში. ასევე დღეს განმარტება გააკეთა აღნიშნულ საქმის განაჩენთან დაკავშირებით ასევე პროკურორმა ვაჟა თოდუამაც. სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არასამართლიანი არის, ბრძოლა გრძელდება. ადამიანი ეხა ყვავილის სროლის გამოყავდათ 9 თვე გამოკეტილი ციხეში და ედავებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და შესაბამისად იქ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იდგა, შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული და იგივე ბრალი წაეყენებინათ, ხო? როგორც იყო უამრავი ადამიანი, არის ეხაც უამრავი ადამიანი ციხეში და შესაბამისად ჩვენ არ შევეგუებით ამ უსამართლო სისტემას, ან არა და შევცვლით ყველა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ადამიანს 5 წელი განუსაზღვრა თავისუფლების ყვეთით იმისთვის, რომ ის გადაადგილდებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ოქტომბერს. ანუ ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც ვერაფერი ვერ შესვლის. რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და რა თქმა უნდა დასრულდება სტრასბურგის ევროპულ ადამიანის თავისუფლებათა სასამართლოში. თავისუფლების საყვეთა შეუფარდა სასამართლომ, რა თქმა უნდა, თავადვე განმარტა სასამართლომ, როგორც კი იქნება შესაბამის უწყების მიერ ანჩაბარება იასი ან დაკავება აიჩვლება მისი სასჯელის ვადა. ამ ეტაპისთვის ჩატარდება ჩვენი პროცედურები, როგორიც არის, ეგრეთ წოდებული ძებნაზეც გადაეცემა ქალბატონ იას. მე რაიმე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩემი დასუსტის ყოფი იქნება ესია თუ სხვა სადიმყოფება როგორ გადაადგილდება და რა მიზნით ახორციელებს რაიმე ქმედებას, ეს ჩემთვის უცნობი არის. სასამართლომ სულად გაეზიარა ბრალდების მხარეზე წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დანაშაულები წარდგენილ ბრალდებებში. მათგან ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შეთანხმების დადების მოთხოვნით, თუმცა დღევანდელ ხტომაზე განაცხადა, რომ სურდა მის მიმართ საქმე დასრულებულიყო არსებითი განხილვის შედეგად. აქვე აღნიშნა, რომ ამ საქმეზე თავდაპირველად ბრალდებულად ცნობილი იყო 15 პირი, მათგან 8 პირმა მიმართა განცხადებით პროკურატურას აღიარეს დანაშაული, უდაოდ ცნეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მოითხოვეს შეთანხმების გაფორმება. თითოეული მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა და შეთანხმების შუამდგომლობის საფუძველზე მათ სასჯელის სახით და ზომად განისაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეთვალათ პირობის მსჯავრად.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოტანილ განაჩენს ეხმაურებიან პოლიტიკურ წრეებში, ოპოზიციაში ბუნებრივი არ ეთანხმებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მათ მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მტკიცებულებების შესაბამისი და ყველა პატიმარი, რომელიც ამ დროისთვის აქციების დროს არის დაკავებული და საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ, აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რაც შეეხება უმრავლესობას და მათ პოზიციას. მათ მიაჩნიათ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან ძალადობას ჰქონდა ადგილი და სახელმწიფოს აღნიშნულ ძალადობაზე შესაბამისი რეაქცია ჰქონდა. ივანიშვილის რეჟიმის პრობლემებში მოსალონელი არის ასეთი ზომები, რომ ადამიანს, რომელსაც მაგალითად გოგი ჩახუნაშვილს დაახლოებით 300,000 ბავშვი უფასოდ ყავს გასენჯული, ხო აი ესეთი ჰუმანური ადამიანები, ესეთი კარგი ხალხი გაუშვეს ციხეში 5 ასე ვთქვათ, საქართველოს პატრიოტი და ამ დროს თვითონ მაყუთში იხრჩობა ივანიშვილი და მისი გარემოც. აი ესეთ სამწუხარო გარემოში და რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ეს 7 მოქალაქე არის იმ პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც ქართულ ოცნებამ ანტიქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა დაგეგმეს. ივანიშვილის გუნდი შუა საუკუნეებრივი შურიძიების მეთოდებით ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. მისი მიზანია უახლოეს მომავალში გაავსოს ტყვეებით, თავებით, ადამიანებით, მათ შორის აკადემიკოსებით, პროფესიული წრეებით, მშენებლებით, პატრიოტი მოქალაქეებით, ის ტყვეების კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური მერკანტილური ინტერესების დასაცავად. 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია, რომელიც დაიწერა სუსის და ოცნების ოფისში და შემდგომ აღსრულდა კორუმპირებული ოპოზიციონერების მხრიდან, ზოგიერთ შემთხვევაში ჩანერგილი ოპოზიციის მხრიდან. ამ პროვოკაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ დამატებითი პატიმრები ქვეყანაში. მე ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებმა პატიმრებზე მაქვს საუბარი და პროვოკაციის მსხვერპლებზე მოდი ესე დავარქმევდი ამას. მე ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ოჯახებში და დაუბრუნდნენ ქვეყანას გარეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ოჯახებს და საქართველოს გარეთ სჭირდება. ყველამ კარგად დაინახა ის დღე, ვინც იხილა, თუ რა ხდებოდა, იქ არანაირ ძალადობას, სხვა ძალადობას ადგილი არ ქონია გარდა იმისა მომიტინგეების მიერ პრეზიდენტის სასახლის ტოვნის და ღობის ნგრევა, პოლიცია როდის ჩაერთო თქვენ ძალიან კარგად ხედავთ და არც ერთი მაღალი თანამდებობის პირს ბრიუსელი იქნება თუ სხვა არა აქვს ევროკავშირის თუ ნებისმიერ სხვა ადგილობრივი ჩვენი ელჩების წარმომადგენლების უბრალოდ ევროკავშირის ჩვენთან განცხადება არ გაუკეთებია და არ დაუგმია აღნიშნული დღე. 4 ოქტომბერი არის ნათელი მაგალითი თუ რავი როგორ უტევს ოპოზიცია და არბევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. როგორ შეიძლება აქ მონაწილე აქტივისტს, რომელიც იქნება დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული, დაარქვან პოლიტპატიმარი და რა ვიცი, უწოდონ ის, რომ არასწორად იქნა მათსაჯულება მის მიმართ. მთელი თვეების განმავლობაში მიდიოდა კამპანია, რომ ისინი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მიდიოდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ემზადებოდნენ ჩამოეგდოთ ხელისუფლება, მოეხდინათ რევოლუცია და უკვე 4 ოქტომბერს მოინდომეს ამის შესაბამისობაში მოყვანა. კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, მივარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გადაანგრიეს ღობე, შეეცადნენ ადმინისტრაციაში შეჭრას, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინეს დროულად და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები. ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის სანდობს ისინი ქვეყნის პეც. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულია სულ 64 პირი. ამ საქმეს რამდენიმე ეპიზოდი აქვს. დღეს 15 პირის სასამართლო განხილვა იყო, თუმცა აღნიშნული 15 პირის განხილვა თავდაპირველად იყო ასეთი რაოდენობა, თუმცა მას შემდეგ რაც 8 პირმა აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი ბრალი აღიარა, თავი დამნაშავეცნო, მათ უკვე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ პროკურატურასთან, რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათი საქმის წარმოება ცალკე გამოიყო სასამართლო განხილვები და სწორედ დღეს იყო აღნიშნულ საქმეზე დასკვნითი პროცესი. განაჩენი უკვე ცნობილია. ამ დროისთვის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული პირებიდან სულ 22 პირი არის საპროცესო შეთანხმებით საპატიმროდან გათავისუფლებული. მადლობა ხატია ჯამალაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.